ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე საავტორო გადაცემით სტალინი როგორ იხსნა სტალინმა თბილისი დარბევისგან 1906 წლის 16 იანვარს დილის 11 საათზე ბარატინსკის ქუჩიდან დღევანდელი გიაჯანტურიას ქუჩა გოლოვინის გამზირის დღეს რუსთაველის გამზირი რომაა მიმართულებით მიმავალ კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსის გენერალ გრიაზანოვის ეტლს ტერორისტმა ბომბი ესროლა. გრიაზნოვი სასიკვდილოდ დაიჭრა და მალევე გარდაიცვალა. ტერორისტი ადგილზევე შეიპყრეს. ის აღმოჩნდა თბილისის მაზრის სოფელ ბოგვის მცხოვრები, თბილისის რკინიგზის მთავარი სახელოსნოს მუშა, არსენ პავლესძე ჯოიაშვილი. თბილისში იმხანად სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა. ქალაქი სავსე იყო ჯარით. მთაწმინდაზე განლაგებული საარტილერიო დანადგარები საბრძოლო მდგომარეობაში გახდათ მოყვანილი. სულ ცოტა ხნის წინ რუსის ჯარმა სწორედ ზარბაზნების გამოყენებით დაანგრია მუშათა უბნები დიდუბესა და ნაძალადევში. შეიპყრეს ან დახოცეს ბარიკადებსა და შენობებში გამაგრებული მუშები. დაით 16 იანვარს სამხედროებმა წამოაყენეს ულტიმატუმი. საღამომდე ან გენერლის მკვლელს იპოვით, ან ქალაქს საარტილერიო ცეცხლით გადავწოვოთ. ისე ჩანდა, რომ სამხედროები მუქარას აუცილებლად შეასრულებდნენ. თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს სასწრაფოდ შეუდგა საქმის გამოძიებას. დაიკითხნენ მოწმეები. გაირკვა, რომ მოწმე, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბომბი გრიაზანოვის ეტლს არსენა ჯოიშვილმა ესროლა, არ არსებობდა. მხოლოდ ორი რუსი ჯარისკაცი ამტკიცებდა, რომ ბომბი არსენა ჯოიაშვილმა ისროლა. სწორედ ამ ორმა ჯარისკაცმა აცნობა ადგილზე მისულ ჟანდარმერიას ტერორისტის შესახებ. თვითონ არსენა ჯოიაშვილის შეპყრობა ჟანდარმერიას არ გასჭირვებია, რადგან იგი ბომბის აფეთქების შედეგად მიღებული კონტუზიის გამო მიწაზე ეკდო უგონოდ. პროფესიონალი გამომძიებელი მაშინვე დაეჭვდა. რატომ ისროლა ტერორისტმა ბომბი ასე დაუდევრად? ეჭვს იწვევდა ისიც, რომ ბომბის სროლისთვის ადგილი ალექსანდრეს ბაღის შესასვლელი ძალზე ცუდად იყო შერჩეული. ბაღის ავსე იყო პოლიციელები, ჟანდარმერიით, საპატრულო სამსახურის ოფიცრებით და ჯარისკაცებით, ასე რომ ტერორისტი ბომბის გასროლის შემდეგ მიმალვას ვერანაირად ვერ მოახერხებდა. პირველსავე საათებში მოძიებული მასალების გაცნობამ ძალზე დააფიქრა თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსი პოლკოვნიკი პასტრულინი. მან იმთავითვე გააკეთა სავსებით სწორი დასკვნა. ბომბი არსენა ჯოიაშვილს არ უსვრია. ნამდვილმა ტერორისტმა მიმალვა მოასწრო. გენერალ გრიაზანოვის მკვლელობა და მით უმეტეს ტერორისტის მიმალვა პოლკოვნიკ პასტრულინს შეიძლება თანამდებობის დატოვება დასჭირდა. ამიტომ იყო, რომ ის იძულებული გახდა არსენა ჯოიაშვილის მიერ გენერალ გრიაზანოვის მოკლა ჭეშმარიტებად მიეჩინა. თუმცა როგორც პროფესიონალი ხვდებოდა, რომ ამ ვერსიის დამტკიცება ძნელი აღმოჩნდებოდა. პასტრულინი კიდევ უფრო შეაშფოთა არსენა ჯოიაშვილის პირველმა დაკითხვა. არემენცის საავადმყოფოში გონს მოსულ არსენა ჯოიაშვილს გამომძიებელმა კითხა. რატომ მოკალით გენერალი გრიაზანოვი? არსენა ჯოიაშვილმა ყოველგვარი დაფიქრების გარეშე კითხვა შეუბრუნა გამომძიებელს. ვინ არის გენერალი გრიაზანოვი? საგანგაშო იყო ისიც, რომ სპეცსამსახურების არქივში არ აღმოჩნდა არანაირი მასალა იმის თაობაზე, რომ არსენა ჯოიაშვილი როდისმე რაიმე კავშირში იმყოფებოდა ტერორისტებთან. მით უფრო სპეცსამსახურებს არ გააჩნდათ ცნობა იმის თაობაზე, რომ არსენა ჯოიაშვილს რაიმე ტერორისტულ აქტში ჰქონდა მონაწილეობა იქამდე მიღებული. ყოველივე ეს ძალზე აფიქრებდა პოლკოვნიკ პასტრულინს. მოულოდნელად საგონებელში ჩავარდნილ ჟანდარმს მიუტანეს რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის თბილისის კომიტეტის პროკლამაცია, რომელშიც დაბეჭდილი იყო მოწოდება. ვიხსნათ ჩვენი ამხანაგი არსენა ჯორჯიაშვილი სასჯელისგან. ცხადია პოლკოვნიკმა პასტრულინმა არ იცოდა, რომ პროკლამაციის ავტორი იოსებ ჯუღაშვილი სტალინი გახლდათ. პოლკოვნიკი ვერც იმას მიხვდა, თუ რატომ მოიხსენია არსენა ჯოიაშვილი სტალინმა ჯორჯიაშვილის გვარით, მაგრამ ეს იმ მომენტისთვის დეტალები იყო და მთავარი ის გახლდათ, რომ ძიებას თბილისის კომიტეტმა თავად დაუდასტურა არსენა ჯოიაშვილის ტერორისტობა. სხვა ვერსიის დამუშავებას ჟანდარმერია ცხადია აღარ შეუდგებოდა.
ასე დაიმალა სიმართლე ტერორისტული აქტის შესახებ. ასე გამოცხადდა სრულიად უდანაშაულო არსენა ჯოიაშვილი ტერორისტ ჯორჯიაშვილად. სიმართლე ტერორისტული აქტის შესახებ კი ასეთი იყო. 1906 წლის 16 იანვარს გაფიცვის გამო უმშევრად დარჩენილი არსენა ჯოიაშვილი ხარფუხიდან თბილისის რკინიგზის მთავარი სახელოსნოსკენ მიემართებოდა. ის ალექსანდრეს ბაღის შესასვლელთან შეჩერდა. იქვე ორი რუსი ჯარისკაცი საათის გაყიდვას ცდილობდა. არსენას საათი მოეწონა და ჯარისკაცებს ფულიც გადაუხადა. ჯარისკაცები თაღლითები აღმოჩნდნენ. მათ არსენას ფული გამოართვეს, მაგრამ საათი სხვას მიყიდეს. არსენამ ხელი სტაცა ერთ-ერთ ჯარისკაცს და ფულის დაბრუნება მოსთხოვა. სწორედ ამ დროს გაისმა ბომბის საფეთქების ხმა, რომელსაც გენერალი გრიაზნოვი ემსხვერპლა. ბაღიდან გამოცივდნენ ჟანდარმები და სამხედროები, რომელთაც რუსმა ჯარისკაცებმა მიწაზე დაგდებულ, კანტუზირებულ არსენა ჯოიაშვილზე მიანიშნეს და უთხრეს ბომბი სწორედ მან გაისროლა. სინამდვილეში ბომბი სულ სხვა ტერორისტმა ისროლა და თან არა ალექსანდრეს ბაღის მხრიდან, არამედ ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდგარი ორსართულიანი შენობის აივნიდან ან სახურავით. ეს ტერორისტი შემთხვევის ადგილს სწრაფადვე გაეცალა. იმხანად პრაქტიკაში მიღებული წესის მიხედვით ტერორისტს ტერორისტული აქტის დამკვეთიც კი ვეღარ იპოვიდა გარკვეული ხნის განმავლობაში. სტალინი და სხვა სოციალ-დემოკრატები არ ელოდნენ, რომ სამხედროები გენერლის მკვლელის დაუჯელობის შემთხვევაში თბილისის გადაწვით დაიმუქრებოდნენ. დიდუბესა და ნაძალადევში მუშათა რაიონების არტილერიით დანგრევისა და უამრავი ხალხის დახოცვის გამო გამწარებული თბილისელები სიკვდილით ემუქრებოდნენ სოციალ-დემოკრატებს, რომელთაც მუშებისა და ჯარის შესახებ პროვოცირება მოახდინეს. ვითარება ისე დაიძაბა, რომ ცნობილი სოციალ-დემოკრატები ან თბილისიდან გადაიკარგნენ, ან ქალაქში დღისით გამოსვლას ვეღარც კი ბედავდნენ. ამჯერად სამხედროებს რომ ქალაქის დარბევა დაეწყოთ, თბილისელების რისხვას სოციალ-დემოკრატები ვეღარ გადაურჩებოდნენ. სტალინმა სასწრაფოდ იპოვა გამოსავალი და ზემოხსენებული პროკლამაციის გამოცემით პრაქტიკულად დაადასტურა არსენა ჯოიაშვილის მიერ გენერლის მკვლელობა. სტალინი პროკლამაციის ბეჭვდისას კორექტულ შეცდომებს არ უშვებდა. მით უფრო იგი შემთხვევით არ დაბეჭდავდა ჯოიაშვილის ნაცვლად ჯორჯიაშვილის გვარს. ჯუღაშვილი წინასწარ განზრახულად მოქმედებდა ამ თითქოს უმნიშვნელო კორექტურით. პრაქტიკულად გვარის შეცვლითაც კი. მამას და მამას მან რაღაც მიანიშნა. ასეა თუ ისე, არსენა ჯოიაშვილი სტალინის წყალობით ისტორიაში ჯორჯიაშვილის გვარით შევიდა. არსენა ჯოიაშვილი გაასამართლეს. მას იცავდა ორი ცნობილი ადვოკატი, იოსებ ბარათაშვილი და კლანკი. აშკარად ჩანდა, რომ ბრალდება შეთითხნული იყო. სასამართლოზე ვერ მიიყვანეს მოწმე, რომელიც დაადასტურებდა, რომ დაინახა ბომბის როლის მომენტი და ტერორისტი თავად. ორი ცრუ მოწმე ადვილად გამოაშკარავეს ადვოკატებმა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების თხოვნა და პროცესზე არ დაიკითხა ის ორი რუსი ჯარისკაცი, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ბომბი არსენა ჯოიაშვილმა გაისროლა. მიზეზად დასახელდა, რომ ის ჯარისკაცები თბილისში უკვე აღარც კი მსახურობდნენ. თუმცა რატომ არ შეიძლებოდა მათი ჩამოყვანა სამსახურის ახალი ადგილიდან, ამ შემთხვევაში ვლადიკავკაზიდან, ეს გაუგებარი დარჩა. არსენა ჯოიაშვილს მიესაჯა ჩამოხრჯობა. მთელმა თბილისმა იცოდა, რომ მკვლელი არსენა არ იყო. მოხდა საოცარი ფაქტი. თბილისის ციხის ჯალათმა უარი თქვა არსენა ჯოიაშვილის ჩამოხრჯობაზე. არსენა ოდესიდან საგანგებოდ ჩამოყვანილმა ჯალათმა ჩამოახრჯო. მოგვიანებით ფილმ არსენა ჯორჯიაშვილის გადაღების შემდეგ ცნობილი მსახიობი და რეჟისორი მიხეილ ჭეურელი სტალინმა მოსკოვში მიიღო. ბელადმა თითქოს სხვათა შორის უთხრა ჭეურელს. არსენა ჯორჯიაშვილზე ფილმი კი გადაიღეთ, მაგრამ შენ იცი თუ არა, რომ გენერალი გრიაზანოვი ჯორჯიაშვილს არ მოუკლავსო. გაოცებული მიხეილ ჭეურელი დაინტერესდა გენერლის მკვლელით და სტალინს მისი ვინაობის გამხელას თხოვა. პასუხი ასეთი იყო: არ არის საჭირო. ახლა ის დიდი კაცია. სიმართლე ბოლომდე მაინც არ დაიმალა. ერთ-ერთ არქივში აღმოჩნდა ქართველი ბოლშევიკის, პროფესიონალი რევოლუციონერისა და ტერორისტის განცხადება. საამაყო წარსულის მქონე
ტერორისტი ჩამოთვლიდა რა თავის დამსახურებებს საგანგებოდ უსვამდა ხაზს ამ ფაქტს, რომ მან გენერალი გრიაზანოვი მოკლა. ყოფილი ტერორისტი ამის სანაცვლოდ პერსონალურ პენსიას ითხოვდა. იყო თუ არა იგი ის დიდი კაცი, ვისაც სტალინი გულისხმობდა, არავინ უწყის. უბრალოდ ფაქტი ერთია. იმ პერიოდში სტალინმა თბილისი დარბევას გადაარჩინა.